თქვენი მყოფებით ციუ სამზარეულოში და დღეს ფუშფუშა ღვეძელები უნდა მოვამზადოთ მჟავე კომპოსტოს მწნილით და კარტოფილით. ძალიან გვიყვარს ოჯახში ეს და ძალიან ბევრი გამოვაცხე. ცომი აქ მაქვს კოუზნახევარი საფუარი, მშრალი საფუარი, 1 კოუზი შაქარი, 1 კოუზი მარილი, 1 ლიტრი თბილი წყალი, დავაყენო დაახლოებით 15 წუთით და კილოგრამი და სადღაც 200 ავიღებ ქვილი და მასში უკვე მოვზილე ცომი. გადავედი შემდეგ მასის მომზადებაზე, 2 თავი ხახვი დავაბლენდერე, იმიტომ რომ დაჭრის დროს ძალიან მეწვის თვალები და ტირილს ვიწყებ, შესაბამისად ასე გადავწყვიტე. შემდეგ დავიწყებ მოთუშვა კომპოსტოსი და ახლა უკვე გადავედი მეორე მასაზე, მომზადებაზე, კარტოფილი, მოხარშული კარტოფილის პიურე, პილპილი, ხახვი, მოთუშული და კამა. ახლა ცომი უკვე კარგად ამოფუშფუშდა, ზეთით ჩავზილოთ კარგად და უკვე გადმოვიტანოთ შემდეგ, რომ გადავიზილოთ კიდევ ერთხელ და უკვე დავიწყოთ ფუშფუშა ღვეძელების მომზადება. ცომი გამოვიდა არაჩვეულებრივი, ძალიან ბევრი გამოვიდა. აი თქვენ თვითონ ხედავთ როგორ იჭრება. გავყოთ ორ ნაწილად, რომ უფრო მარტივი იყოს მისი დაჭრა. შემდეგ გავაბრტყელოთ ესე, გრძლად გავაბრტყელოთ და უკვე გამოვჭრეთ პატარა ბურთულები. ცომი არის ფანტასტიკური. გავაკეთოთ პატარა ბურთულები და დავიწყოთ უკვე მომზადება. ძალიან კარგი ცომია ნამდვილად. ავიღოთ კომპოსტოს მასა პირველ რიგში და ესეთი ლამაზუნა ღვეძელი გამომივიდა. ოჯახის წევრები კმაყოფილები დარჩნენ, ბედნიერები. წავუსვათ ზეთი აუცილებლად და შევაბრძანოთ ღუმელში. დაახლოებით 15-20 წუთში მზად არის 170-180 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით.